ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ ერთპარტიული მმართველობის ქვეშ ძალაუფლების კონსოლიდაცია სერიოზული შეშფოთების საგანია. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა Independence Avenue მედიასთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, როცა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობების სტატუსსა და ურთიერთობების განვითარებაზე ჰკითხეს. ჯიმ რიშის თქმით, თუ საქართველოს მთავრობა ძალაუფლების კონსოლიდაციის გზით გააგრძელებს სვლას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაბამისად უნდა შეცვალოს თავისი მიდგომა ამ ურთიერთობის მიმართ. სენატორს კითხვა მეგობარ აქთან დაკავშირებითაც დაუსვეს. პასუხად რიშმა თქვა, რომ მისი კოლეგები სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში კანონ პროექტის მისაღებად მუშაობას აგრძელებენ. ქართული ოცნების მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთპარტიული მმართველობის ქვეშ სერიოზული შეშფოთების საგანია. თუ მთავრობა ამ გზით სვლას გააგრძელებს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაბამისად უნდა შეცვალოს თავისი მიდგომა ამ ურთიერთობის მიმართ. საქართველოს მთავრობის ანტიამერიკული რიტორიკა, თავდასხმები სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოება ცუდი ნიშანია ჩვენი ურთიერთობის მომავლისთვის. იმედი მაქვს, ხელისუფლება კურსს შეიცვლის. სენატორმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დანიშვნის გაჭიანურებაზეც გააკეთა კომენტარი. ჟურნალისტის კითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოში ელჩი მალე დაინიშნება, ჯიმ რიშმა თქვა, რომ ადმინისტრაციასთან ამ მნიშვნელოვანი პოზიციების შესავსებად მუშაობას აგრძელებს.